იარბაზი, იარაღის ბაზარი. ეგრა რომანტიკულად დაიწყე. ანუ სიმღერა ალბათ გულჩილობა შემოგესია და ბუნების სიყვარულმა შეშიც გაიღვიძა რა. გამარჯობათ მეგობრებო, არხის გამომწერებო, კარგო ხალხო. და ხრახლული თოფის მოყვარულ ადამიანებო. ისეთი მოდელის იარაღი მაქვს, რომ შეხედოთ R15-ს გავს, მაგრამ არის Sechin Arms, ეგრე ქვია კომპანიას, აი აქ აწერია, შეხედეთ. შეიძლება Sechin-ი რა მე რუსული გვარი მეგონა უკრაინული, მაგრამ თურქულად რაღაცას ანიშნავს. ნუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს არსებითი. რას ანიშნავს და მოდი თვითონ იარაღზე ვილაპარაკოთ. ნუ შესახედავად არის კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ R15, მაგრამ აქ ნახეთ ორი რაღაცა აქვს. აი აქ საკეტი აქვს, შეხედეთ, აი ამაზე საკეტი აქვს და მეორე მხარეს, ანუ საკეტი არ აქვს, მაგრამ აქ პატარა ჩხირი. ანუ ამას რო ამოძრავთ, ესეც მოძრაობს. ნუ იარაღს აქედან რო დახედოთ, ხელით ამას ვერ იმასიცავთ, რა ქვია, ვერ დააყენებთ, მცველზიან ვერ მოხსნით. მაგრამ დაინახავთ, მცველზე დგა თუ არა. უცნაური რაღაცაა, ხო მამაზ აღლიშვილი თომსაგერი ცოტა ისეთი ჩხირი გაუკეთე რომ აქედანაც ვიჩალიჩო, მაგრამ ნუ არიან ეგეთი ადამიანები, შემოქმედები, რომელიც ეგეთ რაღაცებს ფიქრობენ. მე მაგალითად თუ აქ ეს დავაყენე და ერთ ღერძზეა, ბარემ აქაც დავაყენები, მაგრამ არ უყენია. სამწუხაროდ ეს არის Sechin Arms-ის ლოგო ამოტვიფრული ზედა. კონდახი ექსპოზიციანი კონდახი აქვს, იმისი რა ქვია ტელესკოპური კონდახია, უკან რეზინი აქვს, თან ისეთი კაი რეზინი აქვს, რომ ამას ეგეთი არ აჭირდება. იმიტომ რომ დარტყმა საერთოდ არ აქვს. მაგრამ სასიამოვნოა, თურქებს ეგეთი რამე ახასიათებს, კაი კავისინი აქვს რეზინები. ესეც რეზინისაა, ხელი მაგრა ეჭიდება. ზედა არასრიელებს, გინდაც გაყინული იყოს, აი რაღაცნაირია რა, იკრავს ხელს. კაია. ნუ აქედან ტრადიციულად ბერკეტი აქვს, რომ იარაღი სრულად რჩება, ამას მიაწვევი და როლის არხში წაიღოს. აქედან აი ეს აქვს, კუტყვიამ გაჭედა, ამას დაარტყავ და ამოაგდეს, მე ეს არასდროს არ გავამიყენებია. ჭიდის ამოსაგდები ღილაკი. სამიზნები უყენია ესეთი, ანუ მექანიკური სამიზნე და უყენია ესეთი რაღაცა. სამიზნე ტრიჯიკონ აიკოკი. ესენი ამერიკულები და როგორც ეტყობა, შესახედავადაც ამერიკული ის არის, რა ქვია, ყაიდაზე აწყობილი ზემოდან. ის უყენია, ნუ ეს შეგიძლიათ მოხსნათ რა. ეს უკვე კალიმატორი ის. კალიმატორი რატო უყენია არ ვიცი, მაგრამ მე პატრონს ალბათ მოწონს. ეს შეგიძლიათ მოხსნათ და პირდაპირ აქედან დაუმოწოს. იძახის რომ გასწორებულიაო, იარაღიო. ხონდა აი კიდე რა უნდა მეთქვა. თუ იყიდით კალიმატორს, ეს რა ქვია, ოპტიკას. იაფიანი არ იყიდოთ, იმიტომ რომ ფულის გადაყრა. შეხედეთ, აი აქ ეგეთი ჩხირი. შუქშემკრებია რა. და შიგნით, ანუ გაახედე, იქნებ გამოჩნდეს გვერდზე გადაატრიელი კამერა. აი აქ გაახედე. ავი ჩანს, არ ვიცი. სამკუთხედი უნდა ჩანდეს მწვანე. ანუ თუ დიდი მზია და განათება, ეს უფრო მაგრა ანათებს და ეს სამკუთხედი უფრო მაგრა ანათებს. თუ გადავიდა მზე და ბინდი ჩამოწვა, უფრო ნაკლებად ანათებს. იმიტომ რომ როცა ბინდი არის, ის არ უნდა ანათებდეს ძალიან თორე, რასაც უმიზნებთ, ის დაიკარგება იმის შუქში. ანუ ჭკვიანი რაღაცა, გაკეთებული თან მექანიკური რაღაცა რა. ის მომაგონდა, მექანიკურია, ბიძია ვარდენო, როიუმნევა. ნუ ეს არ მოყვება, რა, ეს ალკე უნდა იყიდოთ. სამიზნები ზოგს პლასმასი მოყვება, მაგრამ აი ეს პლასმასია. არა, პლასმასი არის, კინა. ნუ ეს კაი ყოჩაღებია რა, აქედან არ ვიცი, ამიტომ ამაზე აღარ გავვრცელდები.
აი ეს აქ რაღაც იაღლიშურად ესე ადვილად არ უნდა ტრიალებდეს და აი ეს ადგილი ხედავთ აქ დაჭრილია აი აქ და ეს არ არის დაჭრილი წესით ეს უნდა იყოს ქვემოთ სროლის დროს გამოსული გაზი ქვემოთ უნდა აწვებოდეს ამას ბოლომდე რომ დაუჭირე ეს არ ვიცი აქ შაიბა ექნება რაღაცა და ის არის დაკარგული უეჭველი რა ეს ზემოდან ახლა სროლის დროს პირიქით აი ეს რაღაცას გააკეთებს ზემოთ ააგდეს მაგრამ ეგ მე ვერ შემაფერხებს იმიტომ რომ მე ხო ავტომატურად და სწრაფასრულად არ ვაკეთებ სათითაოდ ვესვრი ამიტომ მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ბოლო-ბოლო თუ გაჩვენხდა შეგიძლიათ საერთოდ მოხსნათ და არაფერი არ არის რა ისო ამის ერთადერთი ფუნქცია წინ ბოლი გაფანტოს ავტომატური სროლის დროს და გახადოს იარაღი სტაბილური როცა ავტომატურად ისმის და ეს ახლა რა ვიცი რო ყიდიან მაინც უყენია რა თქო რომ მოხსნათ არ არის ვაფშე საერთოდ არანაირი პრობლემა მოდი ახლა ამას მე გახო უყურეთ აი ეს არის ცუდი რომ აქეთა ხილით ამას ვერ გატენით თვითონ ეს საკეტი ესენი იცოლება შეგიძლიათ გამოწოვოთ ესეთები მინახია აი კვილი აქვს ერთ მხარეს და აი ეკიდება ამას რო ჩამოწე ორივე იხსნება ეგეთი ჯობია დააყენოთ რა მოდი გადავტენი ძალიან ყოჩაღი ზამბარა უყენია და ვნახოთ რამდენი დაწერა ჭირდება საერთოდ არ აქვს ძრვა ყავს არის გაქვავებული რომ დააწვევით სადაც ეთი 2 კილომდე კიდე უკან მიდის ოდნავ და მე ისის პროგნოზირებოთ ანუ 10 ჯერ 20 ჯერ ისვით უკვე დაამოღამეთ რა ანუ ამისი პრობლემა არ არის არაფერი წინ ფერმა უყენია რომ ცხელდება რომ რულაზე ხელი არ დაიწვათ ну შეგიძლიათ პირკატირის სამოსები ახაც დააყენოთ და რაღაცა ლაზერი ფარანი და ასე შემდეგ დაუყენოთ კალიბრი არის 5.56 მმ ნატო სტანდარტის ვაზნით ისვრის აი ესე ტყუებს სანადირო ტყუებია ყველგან იყიდება ანუ ამისი პრობლემა არ არის ხო იარაღზე კიდე უნდა მეთქვა ისეთ იარაღს ნუ იყიდით რომ საკუთარ ძმას უნდა ისვოლოთ მარტო და 20 საათი ლარი და რაღაცა როღის 200 დოლარში 1 კილო სამწვადი ისვოლოთ ან ძალიან ბევრი ფული უნდა გქონდით რა ვიღე მეთქვა მოგცეთ მაგრამ წინან არის აი ესეთი და ნახეთ გრძელი ლულა რო აქვს ამ ეს ფერმები ზოგს აქვს ბოლომდე ამას არ აქვს ეს გამოშვერილი აქვს კაიმით არის რომ ეს ფერმა აქამდე რო არის გრძელი ხო ამძიმებს არა და აქ კიდე ხელს არ მოკიდებთ ეხლა ზოგი ესე ისვრის ხოლმე რაღაც ეგეთი ჯადოც მინახიათ ესე უჭირავთ ხოლმე ესე ისვრიან რა ეს არ ვიცი ეს ალბათ სპორტული სროლაა რა რო რაღაცას აკეთებს ჯარში ესეთი რამე რო გააკეთო ჯარში რაც უფრო პატარა პროფილი გაქვს და ხელები ახლო გაქვს ბოლო-ბოლო თუ გულში ხვდება ბოლო-ბოლო ხელში მოხვდება რა ეგ ისე ლირიკული გადახვევა იყო აი აქ ეგეთი რამე აქვს სიცარიელე წესით ამას აქ უნდა ქონდეს ხუფი როგორც ეთყობა დაკარგულია მაგრამ ამის ხუფის გაკეთება შეიძლება ან შეიძლება პრინტეზე დააბეჭდოთ აქ ტილო შეგიძლიათ შეინახოთ ან ბოლო ვაზნა ამაში და დაკეთოთ ან კევი რა ვიცი ან ჩუპაჩუპსი ვიც რა გააჩინა მოკლედ აქ რა ჩაეტევა პატარა ჩათვალეთ რომ ის არის ან კიდე უფრო მაგარი საკეტი უნდა გაუკეთოთ იარაღს ისე ტარება არ შეიძლება და შეიძლება გასაღები აქ შეინახოთ და ჩაკეთოთ გამოიღებთ ამას გააღებთ და მოხსნით ნადირობით რომ ისიან ხოლმე მიაყუდებენ თოფებს სვავენ თრებიან და მე ვიღაცა მაიღო ვიღაცას იარაღი და ვა და გამოწია და გავვარდა და ის თუ უყენია ვერაფერი ვერ მოხდება ესე ეხლა ორებს დავიცავმე 9 ტყვია მაქვს და რავი აქედან თუ ჩანს პატარა სამიზნეს დავესვრი 35 მეტრში მიყენია პატარა და დიდი სამიზნე ხო და პატარა სამიზნეს ვესვრი და ვეცდები რომ გავვარდხა მე პატრონი იძახისო თან მით უმეტეს ეხლა ეს კალიმატორი როა წესტონ გავვარდხა ვანოს დარჩე ჩემი ყურებში გასაკეთებელი რავი რა უყო და შეგიძლიათ გილზა აიღოთ ნახეთ აქ კბილები არ აქვს ყური არ დაიზიან და ესე ყურში გასროლი გილზა გაიგეთოთ ჩათვალეთ რომ ყური უკვე დაცულია ეს ჯარში პოლიგონზე იყენებდი ხოლმე იმიტომ რომ ჯარისკაც ყურის დამცავი არ იყუთნის წაგიყვანე და 500 სულ ერთად რო ისთვის დადექიაბა მთელი დღე როგორი ასე რომ კი არ ვიწუწონე მაგრამ ნუ ესეთი რაღაცა შეგიძლიათ გააკეთოთ ეს არის 5.56 ყური კალიბრის დიდ რაღაცას რო ჩაიტყ ან მოსიჯეთ სხვა კალიბრი რომ ვის რომელი ვის რა კალიბრია ერთად ხა მე რატო არ მეტევაო და 305 გვერდში
თითის ხიფს ხო რაღაცა ყოდა შეჭედილი ღურში, ამის გული გამისკრო. მოკლედ ამა ვისურვო და გადავტენი ახლა ამას და ეცდები რომ გავვარტყა. მოკლედ სოლოსო მორჩება იარაღი მოხსენით მჭიდი ეს და შიგ ჩაიხედეთ ვიზუალურად დარწმუნდით რომ შიგ არაფერი არ აგდია ანუ დიარა დევს თუ ბინდია თითით მოსინჯეთ მაინც დარწმუნდით მე შეგიძლიათ დაუშვათ დასხილტოთ ცველზე არავა იმიტომ რომ ამ სისტემის იარაღებს თუ შიგ მჭიდი არ არის ცველზე არის წამოაბა ვნახოთ ჩემი 9 ტყვია სად მოხვდა უმიძნებდი შუაში პატარა სამიზნეს და თუ გასწორებულია წესით შიგ მოტორში უნდა მოხვდოდა რა ერთგვაროვნად ვესრუდი აჰა მიაკ ოდნავ მარცხნივ აი ახ მოხდი 1 2 3 4 5 8 ერთი ტყვია აი ახ არის მოხდრილი მეცხრე ну სამიზნის აქეთა მხარეს წაიღო ცოტა აქეთ არის მოსაწევი თორე ესო აქეთ იყოს მოწვეული ყველა იქნება და მოხდრილი აქ კალიმატორიას ოდნა მისაწევი მისროლა უნდა მე პატრონებს თქვა შეიძლებაო რაღაც იაღლიში გამიგორდაო და ისო რა ქვია ამას ახლა მე მოხსნი ახლა ვიღაც არ მდგას რატო ამას არ ესურვდა ეს სანადირო თორქისისა და დამზადებული და ახლა პატარა სამიზნეს კი ბატონო მოკლედ მეგობრებო ძალიან ჯიგარი სასროლია ძვირიც არ აღის რა ნუ იღვიძლი არ უნდა გაყიდოთ 2500 თუ 3000 არამდე ხის რა ეხლა ეს შეიძლება ღიდეს თვითონ თოფის ფასი ეს აიკოკი ზუსტად ფას ვერ გეტყვით იმიტომ რომ ჩვენთან არც ერთი მაღაზია არ თანამშრომლობს ეს არის მე პატრონის არის რა ანუ ჩამოიტანა ჩვენი ძმა თქვენ ჩემი ძმები ხარ ძმაო რა თუ ძმათ მიმიჩეთ მე ეგრე გიყურეთ უყოლას ესაც იარაღი იყო და ქართველები ხართ გინდა არა ქართველები ქართულებსაც გესვით ხელზე მაქო ნაყიდიო რა ხო და ასე რომ ნაღდი ფასი არ ვიცი ამისი 2500-მდე უნდა ღირდეს წესით მშვენიერაღი რყეო არა აქ საინტერესო იქნებოდა მექანიკურიდან სროლა მაგრამ ნუ ახლა კაცის ახო არ მოუხსნი მე შეიძლება საერთოდ აიროს ახლა ოდნავ მოწება უნდა და მშვენიერი რაღაცა რა მომეწონა აი ქვემონა შეხედეთ ეს თვითონ მოყვება ეს პიკატინის პატარა თამასახ შეგიძლიათ ფანანი დაუყენოთ ქვემონა მიანთეთ ფარანსანთებს და სროლას დაიწყებთ საკმაოდ ლამაზი, კარგი, ну ლამაზი როგორ რა, აი ეს ამ რგვალი აქვს და ზოგს აი კარგად ჯდება ხელში რა რომ კიდევთ. ამის კიდე იყიდება ხოლმე კეთი ტყავისავით არის რეზინისა, ოღონდ ტყავისა რაღაცნაირი ფაქტურა აქვს. ამაში ჯდება და ზედეკრება. თუ არაფერი არ გინდათ რომ ამას კარგა ხელი მოკიდო და ხელმა არის რეალოს. დანარჩენი რავი, ძალიან მომეწონა, კაი იარაღია. Sechin Arms, მოდელი MS-16. ხოდა, რავი, კაი შეფასებას ვინცემდი. ერთადერთი ეს არ მომეწონა ესო ტრიალე, ძალიან ნათვილად. მაგრამ რახან ხელიდან აქ ნაკიდი, ანუ ვიღას მეპატრო, შეიძლება ის არ ვლიდა და ამას აქ რაღაც ჩაიბა უნდა კონდეს რა, რომ გადაეჭიროს. ეს აქ დაკარგული, ნუ არა ახ რა. ესეთ მდგომარეობაში მომიტანეს. თუ ვინმე საგახთ იარაღის მებო შემომეხმიანეთ, ამოვიდეთ ერთმანეთის გავიცნოთ, პოლიცია ვჭამოთ და იარაღის ჩავწეროთ. ამით ამ სეჩინის დახილოს მოვჭეთ თურქული იარაღის, კარგად ვზანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე.